მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ მე-15 ღამეს. ეს არის მეჩვენებოდა. ახლა კი დავიწყოთ. ესე იგი, როგორც იქნა დამთავრდა სკოლა და დაიწყო ჩემი ნანატრი დასვენება უკვე დაიწყო და ძალიან მიხარია, გახარებული ვარ ძალიან და ერთი სიტყვით მიხარია რომ უკვე დაიწყო დასვენება. მამაჩემთან და ასევე დედაჩემთან ვცხოვრობ. აი მამა ჩემიც. გამარჯობა მამა, როგორ ახარ? კარგად ვარ შილო, შენ როგორ ახარ? გენაცვალე. კარგად ვარ მამა, მადლობა. დედაჩემისა და არ ვიცი შილო, მოძებნე აბა სხვა ოთახში. კარგი მამა. შევიდი აბა ერთ. დედაჩემი სადაა ნეტა? დედა სადა ხარ? აქ ვარ შილო, შემოდი. სად დედა? აი აქ არის დედაჩემი. დედა, შენ რომელ ოთახში იყავი? წინა ოთახში ვიყავი შილო, მაგრამ მე გამოვედი. კარგი დედა, ჯერ დედა როგორ ახარ? კარგად ვარ შილო. შენა? კარგად ვარ დედა. დასასვენებლად როდის წავალთ? ერთ რგულაში წავალ შილო, არაა პრობლემა მაგაზე. დაჯექი ჭამე, არ გინდა? იგი შევჭამ რატომაც არა. ჭამე შილო, მიირთვი. კარგიო, აი წყალი, მოდი. გათმის ხორცი მინდა ძალიან მიყვარს მე გათმის ხორცი, ვგიჟდები და მაგას შევჭამ. და ჯერ წყალი დავლიო, რა თქმა უნდა. აი კაია. და ესეც მივირთვა. მივირთვი გემრიელი იყო, მადლობა დედა რომ ესეთი კარგი ქათამი გააკეთე და ასევე ძალიან მაგარ საჭმელებს აკეთებ და ძალიან მიყვარს მე შენი საჭმელები. დედა მადლობა. არა შვილო პრობლემა. წავალ ცოტა ხანი ჩემ ოთახში აქ. წამოვწვევი დავისვენებ რა ხდება ერთი. ვაიმე, ეს მეჩვენება? რა ხდება? ვაიმე, ეს რა დადო? არა მეჩვენება მგონი დავტრიალდე. აი კი მომეჩვენა რა ხდება კი მაგრამ მოჩვენებების დამეწყო. კი მომეჩვენა კაცო. რა ხდება შვილო? რას უყურებ მანდ? არაფერი დედა უბრალოდ გავიხედე გარეთ და რაღაც მომეჩვენა, მაგრამ იდეაში არ იყო მართალი. არა უშავს შვილო. ყველაფერი მოქსვლია ცხოვრებაში ყველას. ხო დედა. მართალი ხარ. აუძინებ რაც დედა ცოტა ხანი თუ არაა პრობლემა. გაიშვილო. გავიღვიწო რა კაია, კარგად წაუძინე და რა ხდება ამ ოთახში? ეს რა არის? ისევ მეჩვენება მგონი. გავტრიალდები აბა. კი, მომეჩვენა. საინტერესოა, მაგრამ მომეჩვენა აშკარად, მაგრამ რა ხდება მოჩვენებების დამეწყო? ეს ყველაფერი აღარ მომწონს. ორჯერ როგორ მომეჩვენა? რა ხდება ერთი მივიდი? ვაიმე! ეს რა ხდება? ეს ყველაფერი არ მომწონს. რა ხდება? ვაიმე! ფანჯარა შემოუტრია, ვაიმე, მალე გავიქცე. დედა, მამა, ვთხოვ, გაიღვიძე. მამა, ვიღაც შემოიპარა. რა ხდება შვილო? მაიცა ჯერო. მამა, რა ხდება? დედაჩემს წყალი მოსვლა გავიდა? სად არის აბა დედაჩემი? ვაიმე, არა, ვიბრიდები. არა. რა ხდება? რა ხმა იყო? ვაიმე! რა ხდება? მამა, დედაჩემი გაანადგურა. ვაიმე, რა ხდება? იქ არის, იმ ოთახში არის. ვაიმე, მოდის. ვაიმე, არა. ვაიმე! შვილო, გაიქეცი. გადარჩი, შვილო, გადარჩი. კაი, მამა, მარა ვერ მიგატოვებ, არა. გამინადგურა და ვაიმე, დედაჩემი აქ არის და არა. მალე გავიქცე დაცვების შენობაში. ვაიმე, ეგ არის ვეღარ შემოვა აქ. აქ ვიღაც მკვლელი არის ჩონჩხის თავით. იმადონო, დავიჭერთ მაგასახლავე. მივხედავთ ჩვენ მაგას. მოვედი რომ მოვინახულო ეს მონსტრი. გამარჯობა მონსტრო. რა ხდება? გამომწყდი ეს? რაღაც ხმას რატო არ იღებ მიკვირს ეგ? რას ქვია ხმას არ ვიღებ?
მიცოდე ერთ დღეს განადგურებ, როგორც დედა და მამა გაგინადგურე ისე. მე ყვას არ ვიღებ, რადგან მე სულ ჩუმი ვარ და მე სულ ჩუმად მოქმედებ. ვერა, შენ უკვე ვეღარ გამანადგურებ, შენ უკვე ვეღარ გამოხვალ აქედან. ვეღარ შეძლებ თავის დაღწევას ამ ციხიდან. ახლა კიდე მე უნდა წავიდე. განადგურებ ერთ დღეს. ვერ გამანადგურებ. ესე იგი მეგობრებო, ეს იყო მე-15 ღამე. ბოლოს ყველაფერი ასე თუ ისე კარგად დამთავრდა. ეს ბიჭი გადავიდა, სხვა სახლში გადავიდა. მან და ცხოვრობდა ბებიასთან ერთად და ასევე ბაბუასთან ერთად. და ამ მონსტრს რაც შეეხება, მან გაანადგურა 40-მდე ოჯახი, მაგრამ ეს ბიჭი გადარჩა. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.